მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და ვიწყებთ ამ რთულ დღეებში, იმ რთულ ეთერებს, რომელიც გააჩნია საქართველოს ეს აემხელა ტკივილი და აი ამ ტკივილში კიდე რაღაცნაირად ვცდილობ თუ რაღაცნაირად ერთმანეთს შევუსუბუქოთ ეს ტკივილი, რომელიც ალბათ ჩვენ სიცოცხლეში მოუშუშებელი იქნება. რა არის რაღაცა, რომელიც მთელი ცხოვრება რაღაცნაირად გაგყვება და ეს ალბათ იმ ადამიანის, ვის აი ამდენი ადამიანის სიყვარული და ამდენი სიკეთე რო გაგყვება ჯერ ადამიანს წარმოიდგინეთ როგორ უნდა იცხოვრო რა და ეს არის ცოცხალი მაგალითი იმისა რომ ჩვენმა პატრიარქმა ეს მაგალითი მოგცა რომ თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა აი ეს ცრემლი აი ამ ადამიანებს უწყვეტი აი ამ ხელა რიგი ხო და ჩვენ აუცილებლად რა უნდა გავითვალისწინოთ რომ პატრიარქს უყვარდა კაი ადამიანი და კაი ადამიანი როგორი არის პატრიარქის თვალით დანახული ხო აუცილებლად ესეთები უნდა შევეცადოთ რომ ვიყოთ რა. კაი ადამიანში ას გულისხმობდა რა თქმა უნდა სიმშვიდეს და პირველ რიგში მოწყალებას იყო უდიდესი მოწყალე ადამიანი წარმოიდგინეთ როგორ არიგებდა ადამიანებს რომ ყველა ადამიანს უნდა ყავდესო თითო ის ადამიანი რომელიც მისი მედად იქნებაო რა. ყველა ადამიანს უნდა ყავდეს თავის ლაზარეო წარმოიდგინეთ და სულ ყველას აბსოლუტურად დღეებს უნიშნავდა რომ ვიღაცა გაჭირებულისათვის მოევლო რა და სასულიერო პირები ხო ვინც იხსენებენ უფროსი ასაკის ვინც არიან ხო ჩვენი უწმინდესის გაზრდილები რა თქმა უნდა და დღეს ეხა ვინც არის ხო წარმოიდგინეთ უწმინდესი რომ მოვიდა მაშინ იყო მიახლოებით სადღაც 30-40 სასულიერო პირი იყო სუნთლიანად წარმოიდგინეთ და მისი მოღვაწეობის შემდგომ მიახლოებით ეხლა არის 3000 სასულიერო პირი. უბრალოდ კიდე ეხლა რამდენი არის კიდე გარდაცვლილი თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა რამდენი ადამიანი უბრალოდ დააყენა სწორგზაზე და მე იმ ადამიანებმა კიდე რამდენი ადამიანი მოაბრუნეს და აცხონეს კიდე წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანის ოჯახში შევიდა სიკეთით ხო წარმოიდგინეთ ეხლა ის სასულიერო პირი რამდენ ადამიანს გამოადგა მისი ნაკურთხი და მისი შრომით და აი ამ წვალებით მოტანილი ის რომ ჩემხელა ბიჭებს მოადომა მღვდლობა ზოგს მოადომა მონაზვნობა და ასე აი წარმოიდგინეთ ეხლა რამხელაზე დიდი იყო ეს ადამიანი და რამხელა არა ქვეყნიური ძალის ფლობელი იყო რომელიც აი მართლა მე ვერ წარმომიდგენია ესე ყველას გაწვდა იმიტომ რომ თითოეული ადამიანი ვინც მოდის ხო პირადად აკავშირებს რაღაცა ცოცხალ ისტორიას მაინც გიყვება უწმინდესთან მიმართებაში წარმოიდგინეთ და მოსული არის მიახლოებით 100,000-ობით ადამიანი მოდის გუშინ და გუშინ წინ ალბათ აი 500,000 კაცი უკვე იყვნენ და დღეს კიდე წარმოიდგინეთ ეხლა რა ამბავი იქნება და მთელი საქართველო ტირის და ტირიან იცით რატო ეხლა ერთს ვიტყვი რა კიდე მე ჩემი დაკვირვება მაქვს კიდე ამ ყველაფერზე რომ ვისაც ერი ადარდებს და საქართველო ადარდებს ვინც ოდნავ მაინც ხო იცით თქვენ საქართველოში დაბადებული ადამიანი მიუხედავად ყველაფრისა შეიძლება მართლმადიდებელი არ იყოს ზოგი რაღაცა, მაგრამ ეს რაღაცა გზნობები აქვს პატრიოტული რა და ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ გზნობს ის ადამიანი შეიძლება დიდად ეკლესიურიც არ იყოს რაღაცა, მაგრამ ეს ადამიანი ნახე ისეთი ადამიანები რა რომლებიც საერთოდ ეკლესიურები არ არიან, მაგრამ მოდიოდნენ იცით რატო რომ გზნობდნენ სამშობლოს სიყვარულს და თუ შენ სამშობლოს სიყვარულს გზნობ ამ შემთხვევაში გზნობ თუ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რამხელა როლს თამაშობდა ჩვენი სამშობლოს აღორძინებაში, წინსვლაში და სიმშვიდეში წარმოიდგინეთ. რაი რამხელა ქარიშხლებმა გადაიარა მისი უწმინდესობის დამსახურებით ისე რომ შვიდად და რო გადაიარა თან წარმოიდგინეთ როგორია რა ისეთი გაჭირვებები რაც საქართველოს დამართნია მის პერიოდში. აი ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გადაიტანდა დარწმუნებული ვარ და ვერც იარსებებდა რა ვერც ერთი სახელმწიფო აი წარმოიდგინეთ ჯერ კიდე
რადგირს ის რომ მამები მოდიან წარმოიდგინე და ამბობენ რომ უწმინდესის წინაშე ვალში ვარ თუ იმიტომ რომ ომში ჩემი დაკარგული შვილის ცხედარი ჩამომისვენაო და მაგას როგორ დაუვიწყებ წარმოიდგინე და ესეთი იცით რამდენი არის რომელ ადამიანებსაც თავი უკვე სიცოცხლე გადადებული ქონდათ და თავი დანაჩუქა და დღეს კიდე შემდგრები არიან და კიდე შვილები ყავთ რაღაცა და ისაც მე გეუბნები შვილგვდარ მშობლებზე და იმაზე წარმოიდგინეთ რამხელა ნუგეში მეორე კიდე ეხა მიწებთან დაკავშირებით მინდა აუცილებლად შევეხო რა ცოტა ისეთი თემა არის მაგრამ ნახეთ რა შვება რომ ეკლესიას რომ რაც აი მონასტრებს ეკლესიებს რაც მიწები აქვს ხო თქვენ კარგად იცით როგორი შემოსევა იქნება როგორი დატაცება იქნება სახელმწიფო სხვა ერების მიერ ჩვენი მიწების ხო ის მიწების შენარჩუნდება მარტო სადაც ეკლესია მონასტრები აშენდა და რომელი მიწებიც რომელი ტერიტორიებიც ეკლესია და მონასტრებს ეკუთვნის წარმოიდგინე ეს ნათქვამიც არის კიდე ბევრი მამა წინასწარმეტყველებს ამას და ეს ყველაფერი გააკეთა უწმინდესმა წარმოიდგინეთ და რამდენი ადამიანისათვის იყო სუნთქვა და ნათესავი დღეს ერთი ადამიანი მეუბნება ჩემი მეგობარი რომ წარმოიდგინევ ჩვენ ნათესავი გარდა გვეცვალაო და მე რო დავფიქრდი წარმოიდგინე 100,000-ობით ადამიანის ოჯახის წევრი იყო და ნათესავი იქ ნათლია ისის და წარმოიდგინეთ რამდენი თელი ერის ნათესავი იყო წარმოიდგინეთ როგორი ნათელმირონი როგორი შინაური და ერს მოუკვდა ყველაზე დიდი და ყველაზე ახლო ადამიანი რომელიც იმედით სულ გექნებოდა წარმოიდგინეთ რა მაგარია რომ ესეთი ადამიანი გეგულება რა გარდაიცვალე ხე ცოტა უხეშად ვამბობ მაგრამ ერისათვის ყველაზე დიდი ტკივილი არის ის რაც კი ამ ბოლო ხანს რამ დამართნია იმიტომ რომ დიდი ადამიანები მიდიან წასულან კიდევაც მაგრამ ესეთ რთულ პერიოდში აი დღეს არის აი რაღაცა როგორი ბეწვის ხიდი არის ისიც ჩვენ ჯერ წარმოიდგინეთ ესეთ ადამიანებში ხო რომ აი წარმოიდგინეთ ეს ზიზღი როგორი მომრავლებულია როგორი გაუცხოებული ადამიანი ერთმანეთის მიმართ როგორი ისე აქვთ იცით რომ აი საერთოდ სხვა რო არ ადარდებთ რა გაციებული ადამიანი საერთოდ აი უცხო გახდა აი ერთმანეთისათვის ჩვენ ვართ უცხონი აი ესეთი სიტუაცია შექმნილ სახელმწიფოში პატრიარქი იყო ერთ-ერთი ნათელი წერტილი რომელიც აი აუცილებლად რაღაცნაირად უნდა დაგენახა და გეგძნო და გეიმედებოდა და ამ დროს ბახდა უცბად ეს ადამიანი ესე უეცრად აღარ არის და მე მესმის ვინც ერულად ტირის და განიცდის იცით რატო რომ ჩვენ დავკარგეთ ჩვეულებრივი ადამიანი არ დავკარგეთ ჩვენ დავკარგეთ იმედი მასთან ერთად ძალიან დიდი რომელიც აი შეგეძლო რომ არ გედარდა საქართველოს რაღაც თული სიტუაცია იყო იმიტომ რომ გეგულებოდა უწმინდესი და უნეტარესი ის პატრიარქი რომელიც ჩვენ ახლა დღესაც გვეგულება ზეცაში მაგრამ ფიზიკურად მაინც ხო იცით ადამიანი რა სუსტია რომ აი ესე თუ ხედავს ფიზიკურად ამ წმინდა ადამიანს მართლა უფრო სხვანაირად უყურებს ყველაფერს და სხვანაირად გადაგაქვს და ნუგეში იყო რა ხო არის ესეთი ადამიანები რომლებიც ცოცხლები არიან და არიან თქვენი ნუგეში აი ეს იყო მთელი ერისათვის პატრიარქი და ერის სხვათა შორის გარანტი იყო სიმშვიდის პატრიარქი რა სიმშვიდის გარანტი და იმის რომ სანამ ის არის ჩვენ არაფერი არ დაგვიშავდება რა რაღაცა რყევები იქნებოდა რაღაცა მაგრამ მისას ღმერთი ისმენდა და ძალა იყო ისეთი რომ იმ ძალას ვერ გადმოდიოდა ბოროტი თორე ბოროტისაგან აუცილებლად სულ იქნება ეს რყევები კიდე რა მინდა გითხრათ რომ პატრიარქ ჩვენ ახლა ისე ძალიან ვერ ვაფასებთ ეს მაგალითებიც მოვიყვანეთ მაგრამ გეტყვით ერთ რაღაცას რა კარგით არ შემოვიყვან ახლა უბრალოდ ვალოდინე ბევრი ზარი მაპატიეთ გისმენთ თუ შეიძლება რომ ამ თემასთან მიმართებაში ისაუბროთ გისმენთ გისამძიბრებ გენაცვალე შულო გისამძიბრებ თქვენი უწმინდესის გარდაცვალებას დიდი მადლობა მე გახლავთ ბაპტისტური ეკლესიის წევრი მე არასოდეს არ მქონია შეხება იმიასთან მაგრამ საქართველოს რომ ძალიან უყვარდა ახალგაზრდები ყველა შვილო ღმერთმა თხოვნოს მისი სული და ახალგაზრდები რომლებიც მასულიდნენ შვილო ამ ბოლო დროს ჯანმრთელად იყვნენ შვილო ჯანმრთელად წელი საქართველოს ჯანმრთელი ისეთ მეწავიდეს რომ იქიდან ილოსოს თელი ქართველი ერისათვის მადლობა დიდი მადლობა თქვენგენაც აი წარმოიდგინეთ რა რომ სხვა რელიგიის წარმომადგენელი რეკავს
და რამხელა სიყვარული აქვს და რამდენმა მუსლიმებს წარმოგიდგენთ რაღაცა დღესასწაულები ქონდათ ისეთი რაც თავარი იყო, რა თქმა უნდა, რახანც რაღაცას აღნიშნავ, ესე იგი შენთვის თავარია და გადადეს, შეაჩერეს ბევრმა, წარმოგიდგენთ, აი რამხელაზე დიდი ავტორიტეტი და რამხელა მადლი და რამხელა ძალა იმას ვქენით, რა ქვია, შემოგვეცალა ხელიდან ასე თქვა თუ გაგვიქრა თუ რაღაცა და აი სამწუხარო ეგ არის, რომ აი როგორ ხედავენ ხო, რომ ჩვენ კიდე რა არის იცით რომ ესე კიდე ვერ აღვიქვავთ ჩვენ რა დავკარგეთ აი როგორი რაღაცა იცი მთასთან ახლოს რო ხარ ესე ვერ ხედავ ისე ვერ აღიქვავ პირდაპირ მაგრამ როცა მოშორდები და როცა ის მთა შენგან შორს არის ერთიანი ხედით მე ხედავ თუ რამხელა სიმდიდრე და რა სილამაზე და რამხელა რამ დაკარგე რა და რა არის და აი ჩვენ ეხა რომ ჩვენი პატრიარქი ჩვენგან შორს არის ხო აი აქ ხედავთ ზუსტად იმას რომ თურმე რა დაგვიკარგავს და ეს დრო რაც გავა მით უფრო ამას მტკივნეულად ვიგზნობთ ჩვენ დავზე და დავაფასებთ მე აი ესეთი რაღაცაა და თითოეულ დღეს თითოეულ იმას ვინატრებთ როცა მისი ხმა გვესმოდა დღესაც ეხლა ხო რა თქმა უნდა ეხლა მანქანაში და იმაში ხო არ მოусმენ იმას აქვე ეხლა მე არ მეგულება ეხლა ადამიანი რომელიც ეხლა მუსიკებს მოусმენს ან დაბადების დღეებს გადაიხდის, იმიტომ რომ იმხელა გლოვაა საქართველოში რომ ზედმეტია საერთოდ საუბარი ამ ყველაფერზე, მაგრამ რადიოში და იმაში რა აქ ჩვენ რადიოს 105-ზე და 1-ზე უსმენდი რაღაცა და ეს პატრიარქის ხმა რომ ესმოდა ისეთი ტკივილი და ის მოაქვს წარმოიდგინეთ და სამწუხარო ჩვენ და რა ვქნათ აი ესეთი რაღაცა რომ სამწუხარო ის არის რომ რაღაცა არის რომელიც აი ვერ ფასდება, აი შეუფასებელი, აი ეს შეუფასებელი ადამიანი დავკარგეთ ჩვენ ეს ადამიანი იყო რომელიც აი შეიძლება თითქოს გეგულებოდა სადღაც და მშვიდად გეძინა რა წარმოიდგინეთ რა აი ღმერთის სიტყვის ჩვენამდე ყველაზე მაგრა და კარგად მომტანი რა და რა ქონდა ხოლმე იცით რომ აი არასდროს არ უყვარდა ხოლმე ხა ის მაუცებს ხოლმე ხანდახან შეიძლება ვიღაცა ეკლესიის მსახური იყოს რაღაცა ხო რაღაცა შეიძლება ვიღაცას უხეშად მოექცეს რაღაცა აი როგორ შეიძლება შე რო აი სიტყვაზე პატრიარქი გიყვარდეს მაგალითად და შენ უხეში იყო იმიტომ რომ შენთვის ეხა ვინც გიყვარს ის უნდა იყოს მაგალითი როგორ შეიძლება ეხა წარმოვიდგინეთ ეხა შენ პატრიარქთან იყო იქ რაღაცა ისეთი მდგომარეობა იყოს და რაღაცა სხვაზე ფიქრობდე და წარმოგიდგენთ ეხა ნახეთ როგორ სიტუაცია რომ გუშინ საუბრობდნენ მამები რომ ჩემი სიყვარულიო როდის გამტკიცდებაო იცითო და როდისო და მაშინ გამტკიცდებაო როცაო მე აღარ ვიქნებიო თორე და მე რა სიზამთ ეს ხალხიო რა და აი ჩვენ ეს უნდა დავამტკიცოთ რომ მან რაც იშრომა რაც იმოვაწყა ხო ამ ქვეყნად ეს წყალში არ ჩაუყაროთ რა და არ თქვას რომ ზეციდა რომ გადმოგხედავს რომ ეს რისთვის მიშრომიაო რა მაგას ეხა არ დაგვამადლის რა თქმა უნდა მაგრამ არის ეს მომენტი რომ რაღაცნაირად ხო იცით ზოგს გული დაწყდება რომ აი რაღაცას დაგიტოვებს და შენ ვერ უფრთხილდები ამ ყველაფერს და ჩვენ აი აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეთ და რითი უნდა გაუფრთხილდეთ აი უბრალოდ ფიქრობ რა ეხა ძალიან ცოდვილები ვართ რაღაცა ეხა ისეთი მაგარები შეიძლება ვერ ვიქნებით ეხა რაღაცა როგორც მას უნდა და რა თქმა უნდა და როგორი მაგალითი თვითონ იყო იმიტომ რომ ამ ყველაფერს ჭირდება ასაკი გამოცდილება დათმენა ატანა ყველაფერს ჩვენ არც ატანა გვაქვს არც ასაკი გვიწყობს ღერს არც გამოცდილება გვაქვს რაც მას გააჩნდა ხო და რა ერთობა აი ერთმანეთი მაინც დავინდოთ რა წარმოგიდგენთ ხა მაიმუნზე რო ამტკიცებდნენ ადრე ეხლა გუშინაც თქვით რომ მაიმუნზე რო ამტკიცებდნენ ადრე რაღაც თეორიებს რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა რაღაცა ეხლა ნახეთ როგორ ის იყო მეცნიერებმა დაიწყეს ამის კვლევა და რატო ვერ დადგინდა იცით ყველაფერს აკეთებდა ეს მაიმუნი აზროვნებდა რაღაცა ფიზიკურადაც რაღაცა გავდა რაღაცა მაგრამ ერთობა ერთად რო ყავდათ ერთობა ვერ შეძლეს მაიმუნებმა და მაგაზე დამტკიცდა რომ აი თვითონ უბრალოდ დამტკიცდა ეხლა ყველა ნორმალურმა იცოდა მაგრამ მაინც რომ ის აზრი გაეკარწყლებინათ რა მაგით დამტკიცდა რომ მათ ერთობა არ შეეძლოთ რომ ადამიანი არის ადამიანი და მაიმუნი არის მაიმუნი წარმოიდგინეთ რა ეს თეორიები ხო იყო ხოლმე რა რაღაცა რო ამბობდნენ ხოლმე რომ თვითონ რაღაც მაიმუნისგან წარმოიშვა ეხლა წარმოიდგინეთ ეხლა როგორი სიტუაციაა რომ ჩვენი ერთობით აუცილებლად ჩვენ ხო არ ვართ რაღაცა ისა რა ქვია მართლა რაღაცა
ადამიანები ვართ, ხო და ღვთისშექმნილები ვართ, ხო ჩვენი აი ამ ცხოვრებით, აი ამ იმით რომ დაუმტკიცოთ პატრიარქს ის რომ ჩვენ მართლა გვიყვართ, აი ამ ჩვენი ერთობა უნდა გამოვლენოთ, იმიტომ რომ ეხლა რაღაცა გულის ფხანვის მომენტი შეიძლება წამოიწიოს წინ და აი მე პატრიარქის გამო ყველაფერს ვითმენდი და ეხლა ნახეთ რაღაცა და უკვე რაღაც პოსტებში და იმაში იგრძნობა ეს ცოტა აგრესია და თავის გამოჩენა. ზარი არის ეთერში და მე გავაგრძელებ აუცილებლად. გისმენთ? ალე. გისმენთ? გამარჯობა. გაგიმარჯოთ. იზიარებ ეს შენ საქართველოს. ეხლა კავკასიაზე გადავწერე შემთხვევით და ის საზღარი პიროვნება არჩევს საქმეს თურმე 40 დღის შემდეგ და 60 დღის შემდეგ ვინ უნდა იყოს პატრიარქი ივანიშვილმა ვინ უნდა დანენა მაქსაძის უნდა კისერი კარგით იყოს არა უშავს მაინც არ იმას ხნათ ხო კი მართალი სხვა რაღაცაზე მოდი თქვენ გკითხავთ რაღაცას რომ ერთს რა დააკლდაით თქვენის აზრით აი რა მომავალში მაინტერესებს თქვენის აზრით აი როგორი საქართველო იქნება ილიას გარეშე მე ვერ წარმომიდგენია უბრალოდ და რაღაცნაირად უკვე ეს ფონიც ეთყობა დიახ ძანძნელი სათქმელია რა იქნება როგორ არის ცეცეთ მაგ ურთიერთობა ქალაქთან ბავშვებს ხედავ სკოლასთან დიახ აი როგორ არის ეს არის აი თქვენ ახალგაზრდობაში ალბათ როცა თქვენ სკოლაში სწავლობდით თქვენ ცდილობდით რომ კარგი მოსწავლე ყოფილიყავით ან ცუდი მოსწავლეც ხო გყავდა კლასში მაგრამ ის ცუდი მოსწავლეც კარგი მოსწავლე იყო იმას სამშობლო უყვარდა ხო გრძნობები პატრიოტული უფრო წინ იყო წამოწეული კი ბატონო კი იმან იცოდა რა იყო საქართველო იმან იცოდა რა ისპანახი არ იყო ისპანაგანი იმან იცოდა რომ რამდენი იყო შეწირული სამშობლოს გული განათლება სხვა მხრივ იყო დახვეწილი კი მართალია და სხვა კი კომუნისტური წყობა იყო მაგრამ როგორ იყო იცით აი ქუჩა ერქვა სახლი ერქვა მეგობარი ერქვა თქვენ გონიათ მაშინ არ იყო ეს მორფინისტობა და ეს ყველაფერი იყო მაშინაც მაგრამ მაშინ უფროსები არსებობდნენ უბანში და გარიგე ცდილობდა რომ ის თავისი პატარები თვითონ თუ რაღაცა უბაძრობაში ჭირდა იგზა იმას არ ენახა იმას არ გაეკეთებინენ შემოგევლით მაშინ ეკლესიაში მე მახსოვს აღდგომას ერთხელ ქაშვეთის ეკლესიაში ვიყავ და მილიციამ გამოგიყვანა იქიდან რუსთაველის კინოში შეგვიყვანა და ახსნა განმარტებები ჩაგვიტარეს რომ ეკლესიაში არ უნდა წასულიყავით მაგრამ ეხლა როგორ არის იცით ვიღაცა დადის იმის გულისთვის რომ მოდაშია მაგრამ არიან დაცები არიან ქალები შვილები რომელსაც ეს ყველაფერი უყვარს და პატივსაცემს მადლობა ძალიან დიდი მე არა ვარ ეკლესიაზე მე ვარ ათეისტი მაგრამ მე წრებლი მომდის იმიტომ რომ კაცმა იმდენი რამე გააკეთა და დღეს ის საზღარი პიროვნება არჩევს სურვე ივანიშვილმა ვინა და დააშინიშნა ეს საზღაროს დღეს მაინც გაჩვენდი და 100 დღის მერე ილაპარაკე თუ 10 დღის მერე ილაპარაკე შემოგევლით დიდი მადლობა მართლაც რასაო პირიქით ეს
ხო ეს ხა ჯერ ასალაპარაკო არის წარმოგეს იქ სადაც ტელევიზიები ხა გაჩერებული აქ მე რო არ წავიყვანო გადაცემა გაჩერებული არის მეც ეხლა აი ამ გადაცემა იმიტომ მიმყავს რომ მეც არ მაქვს ამის თავი მაგრამ იმიტომ მიმყავს რომ რაღაცნაირად ადამიანებს რაღაცნაირად შეუმსუბუქოთ ამ პატრიარქზე უფრო მეტი ინფორმაცია იქ მომყავს სასულიერო პირები რომლებიც მასთან ერთად გაიზარდნენ ხა დღეს მეყოლება მამა ამირანაშვილი მეყოლება ხა 9 ნახევრისათვის რომელიც პატრიარქის არქიდიაკვანი იყო პირველი ერთ-ერთი და წარმოიდგინეთ ის იქნება და აუცილებლად საინტერესო რაღაცებს იტყვის ეს 40 და 45 წლის წინანდელ ამბებს წარმოიდგინეთ მოყვება და თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ და ეს ახლა ესეთი ადამიანები და ესეთი სიტუაციები სულ იქნება რომ ეგრევე საერთოდ არ ადარდებთ ვიღაცის გარდაცვალება რაღაცა ან ერის ბედი უბრალოდ ადარდებთ რაღაცა ვინ სად როგორ დაინიშნება და ესენი ეგრე უყურებენ სამწუხაროდ ჩვენდა და ნუ ესეთი ადამიანები არიან მაგრამ ანუ დღეს არც მაგათი განკითხისთვის არ მცალია სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ აი ძალიან ის არის რა ქვია თქვენ მართალი ბრძანდები და დიდი მადლობა ამ ზარისათვის და ყველა პატრიარქი როგორი ადამიანი იყო იცი რომ ყველას თავის თავს გამოაჩენინებდა და ეხა აჩენენ ეხა ბევრჯერ რა იცით კიდე იმდენი ჭირი იჩენს თავს ხო იცი ჭირმა მალა თავიო და ვერ დამალავ და კიდე ბევრი ჭირი იჩენს თავს სამწუხაროდ ჩვენ და წინ კიდე რეები გველის მაგას გამიხსენეთ მე ზარი მარი ეთერში გისმენთ საღამო მშვიდობისა გიორგი უსამძირებ თელ საქართველოს იმიტომ რომ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი მამა ჩვენი აი ყველაზე დიდი პიროვნება რომელიც ამ ბოლო ხანებში ჩვენ საქართველოს ისტორიაში იყო ხო და მე უბრალოდ იცით ძალიან წუხა რა თქმა უნდა და ძალიან გული მტკივა მაგრამ ხალხს ველაპარაკებოდი იცით ქუჩაში სულ უცნობ ადამიანებს ანუ თქვა ყველა იძახა ეს და იგივეს რომ ვიტირე და ვტირი ვარ მაკლია ხდებით მე არ ვიცი ახლა მე ვერ ვიტყვი რომ ვიღაცა არის ძალიან მოწმე არ არიან რა წეღან ათეისტმა დარეკა ეგერ წეღან იმან სხვა ეკლესიის წარმომადგენელმა დარეკა კიდე იგივე თქვეს რომ რა ისინი გძნობენ საქართველოს რა დააკლდა იმიტომ რომ ილია მეორე იყო საქართველო ილია მეორე არის აი საქართველოსთან ასოცირდება არც ერთი გამოჩენილი ადამიანი არ ასოცირდება ისე საქართველოსთან როგორც ეგრევე რო ახსენებდი პირდაპირ იცოდე რომელი ქვეყანა არის და აი ეს არის თავარი რომ ის ასოცირდება საქართველოსთან და მაგიტომ არის რომ განიცდის ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელი ნებისმიერი აი რა ვიცი ნებისმიერი პოლიტიკური წრის წარმომადგენელიც კი წარმოიდგინე ის საერთოდ არ განსხვავდებოდნენ ისინი ვინც იყვნენ მოსულები აი გეფიცებით ის არ ქონდათ არც პარტიულობა, არც ციფრი, არც ისა, ხო? მთლიანად იყვნენ რაღაცათი ერთი ტკივილი და ერთი მწუხარება ეს არის ამათ ყველას ესმის რა დაკარგეს, იმიტომ რომ პატრიარქიც მაგიტომე არის მაგარი, რომ ყველასი იყო. არ იყო ის კონკრეტულად აი ვიღაცის მიმართულების რა აი ზუსტად შეიძლება 5 კაცი მისულიყავით სადაო და 5-ვე კმაყოფილი მოდიოდით წარმოიდგინეთ იმიტომ რომ 5-ვე სიანი რო იყო გძნობდი რომ შენ მარტო არ იყავი რა სარი გაიჩიშა დიახ და მისა რა ქვია მე რა მინდოდა მეთქვა დღეს უბრალოდ სადღაც მეამაყებოდა იცით ძალიან ცუდი გზნობა შეიძლება მაგრამ წყალებს დიახ გასაგები ხალხი მიდიოდა უბრალოდ ადამიანები ყოველი დაძახილის გარეშე ისინი ხო გულის თქმით მიდიოდნენ ის არავის არ დაუძახია არავის არ უთქვია რომ ფულს გადაგიხდი ანუ აი ეს იყო მართლა ყველას ტკივილი და ეს არის მართლა ყველას ტკივილი და კიდევ რაიონებიდან არ ჩამოვიდა ხალხი ხო თქვენ ეხა ნაწილი იყო მხოლოდ იქ დღის ერთ მონაკვეთში თუმცა იქ ზღვა მოდიოდა და იქ საერთოდ არ ჩერდებოდა არც ერთი წუთი და არ გაჩერდება ალბათ არასდროს მე უბრალოდ ამით თან მეამაყება თან ძალიან მტკივა გამვიცდი და რა ვიცი რა თქმა უნდა ნათოში იქნება ჩვენი პატრიარქი და საქართველოს მაინც არ იქნება დაობლებული იმიტომ რომ ისიქიდან გვიხელთვალელებს იქიდან დიახ იცით რა არის უბრალოდ რა არის იცით არ გათიშოთ ჩემო ლამაზო ქალბატონო ნახეთ რა არის აქ რა ხდება იცით რომ ჩვენ რო დაგვეკარგა რაღაცა უბრალო ადამიანი ხო შეიძლებოდა რომ სიტყვაზე არ გვეგლოვა მაგრამ როცა აი წმინდას კარგავ უკვე შენ ცოდვებს აბრალებ აი როგორ არის რომ აი შენ რო ცოდვებში ხარ რაც তো განიცდი რომ ღმერთს დაშორდი შენი ცოდვებით ღმერთი დაკარგე და ეს ადამიანი იმდენად წმინდა იყო რომ აი ეს რო ჩვენგან გავიდა ფიზიკურათაც რო ჩვენთან იყო
აი ეს ადამიანური ტირილი და ტკივილი მესმის, ეხა გუშინ ირმა აქ სანამ ეთერში შემოდიოდა, კვდებოდა ტირი, თელი აი ეს წარმოიდგინეთ ჩვენი ეხა ბიჭები, ანგელოზივით ბიჭები ზემოთ მუშაობენ. მითხრა რომ მეო შეიძლება ძალიან დიდად მორწმუნე ვერ ვარო, მაგრამ იცი რა ამხელა დანაკლის გძნობ. წარმოიდგინე რა ადამიანი ხა ამას რო გეტყვის, ხო? როგორია რომ ესე გძნობს კიდე წარმოიდგინეთ ეხა საერთოდ სხვა კონფესიის წარმომადგენელი, საერთოდ სხვა ერის წარმომადგენელი იმას გძნობს თუ რა დააკლდა სამყაროს რა. წარმოიდგინეთ ამხელა ბირთვი იყო და ამხელა ძალა ჩვენთვის რა და მადლობა უფალს რომ აი ამ ძალა მე ხავ ხვდები რამ შეინახა საქართველოს თორე ჩვენ ახლა ვერ ხედავთ როგორ ჭამენ ერთმანეთის ზიზღით არიან გაჟღენთილები ხო რა იმაზე არის ლაპარაკი აი ამან შეინახა ყველაფერი და დიდი მადლობა ჩვენო პატრიარქო ალბათ ერთი 5 სიცოცხლე დაგვჭირდება აი ჩვენ ყველას ერთად დღესო თქვენი მადლობები და დიდებები დავიწყოთ რომ ის გადაგიხადოთ რაც თქვენ საქართველოს და არა მარტო საქართველოს თელ სამყაროს გაუკეთეთ. დიდი მადლობა მართლა აი რაღაცნაირად სულ გძნობ ხოლმე მის თანადგომას, ისედაც გძნობდი ხოლმე, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად იმდენად მოჭარბებულად და მოზღოვებულად ხო რომ თითქოს აი სუფევსო ხო იცით აი მთლიანად მოეფინა მთლიანად ჩვენი სამყაროს და რაღაცნაირად ძალიან დიდი წმინდანი ყავს ზეცაში, რომელიც აქაც ყავდა, ის აქაც ეგეთი იყო, იმიტომ რომ ადამიანი რომლისგანაც აი მის ხალი აი არასდროს ხო შეიძლება რომ რაღაცა შეიძლება ვიღაცაზე წამოგცდეს რაღაცა მტერი მას როგორც ასეც მისი მხრიდან არასდროს არ ყავდა წარმოიდგინე აი ნებისმიერ ყველაზე უკიდურეს და ყველაზე აი რა ვიცი ყველაზე დიდი მტერიც კი მისთვის იყო ერთი უბრალოდ ჩემცდარი ადამიანი რომელიცთვისაც უნდა ელოცამ ხოლო წარმოიდგინეთ რა საბაბი იყო იმისა რომ სხვაზე ელოცა რა წარმოიდგინეთ ადამიანს როცა უჭირდა ყველაზე აი წარმოიდგინეთ რეგიონებში და იმაში რომ გაიგებდა წარმოიდგინეთ ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა ვენაცვალი ყველას ხ მაგას პროფესიას კი არ იმაშვენ მაგრამ პატრიარქი წარმოიდგინე კაცი გაიგო სადღაც სოფელში რა მივიდა წარმოიდგინეთ თელი ის ხო ჯერ თვითონ იმ პერიოდში გეუნებით მე რომ ძალიან თვითონ რთული პერიოდი იყო რა მივიდა წარმოიდგინე ეს ადამიანი ხო თლიანად დაასაფლავდა ეს ყველაფერი თავის თავზე აიღო და თან კიდე ამხელა პატრიარქი კაცი ჩართული იყო ამ ყველაფერში უბრალოდ იქ ჩადიოდა იმ რეგიონში და ვიღაცემა უთხრეს თუ აგერ ჩვენთანო ავტობუსის მძღოლიო რომელიც სიტყვაზე ხვალე ჩვენ უნდა მოგსახურებოდაო გარდაიცვალაო წარმოიდგინეთ აი ხარ აი რა პიროვნება იყო წარმოიდგინეთ რა აი ესეთი ისტორიები აქვს ათასობით უბრალოდ ეხლა მე რო დავიწყო გეფიცებთ ყველაფერს აი ალბათ ერთი 10 დღე ვერ მორჩები იმდენი ისტორია აქვს უწმინდეს და როგორი ის ქონდა რომ არ გამორჩებოდი წარმოიდგინე ბოლო ადამიანის აი ბოლო ეხლა ტიქაროსნის იმის სახელებიც კი იცოდა წარმოიდგინეთ ყველასი და ეს იყო აი უბრალოების ყველაზე მაღალი თამასა თუ ვინმემ დადო ამ ქვეყნად ეს იყო ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, იმიტომ რომ აი როცა მასთან იყავი, შენ არ შეგეძლო ყოფილიყავი ბრალიანი, გამორიცხული იყო იქ, რომ შენ რაღაცით აი რაღაცნაირად თავი მოგეწონა რაღაც. მე რა გააკეთა, ეხლა ჩვენ აი დააკვირდით უბრალოდ ნებისმიერ ციხეში. აი სასულიერო პირები რო შემოდიან, ეხლა ჩვენთან გაჭირვება როცა იყო, აი საშინელება რო იყო წინა პერიოდის ციხეები. აი ეს სასულიერო პირები და ისინი ყველა წარმოიდგინე დარაზმა და ყველას აი მერე ნებისმიერ ქვეყანაში წარმოიდგინეთ სასულიერო პირები მერე ჯარს სასულიერო პირები როგორი ეხა აი უბრალოდ აი ეს ყველაფერი რო ვთქვათ აი ეს ადამიანები აი რო ვთქვათ გამოუძერწა რა და ესე დაუტოვა რა და რამხელა ის შექმნა რომ ჯერ მარტო მისი დაარსებული წარმოიდგინეთ თავისი მშობლების სახლი გაყიდა როცა თავიდან შეუდგა ამ საქმიანობას და თავისი მშობლების სახლის ფულით გახსნა პირველი აკადემია. წარმოიდგინეთ საქართველოში. აი ეგეთი ადამიანი იარსებებს, წარმოიდგინეთ რა. ეს ეხა ეს გეუნებით რა ასიცია იმის 0.00 რაღაცა პროცენტის საქმეებს. კიდე ნუ რაც გააკეთა რომ სიკვდილის დასჯაზე რო ითხოვა და ეს გააუქმა 4 შაბათ პარასკევს რო პატიმრების უყოველთვის საკვები შედის აქედან სამარხო რო ვისაც უნდა რომ ისა რა ქვია იმარხლოს ან რაღაცა და მთლიანად რომ ეს დღეები აღებული აქვს რომ ყვებავს ერთი დღეო გეხვეწებითო მაჩუქეთო და პატიმარი რომ უნდა გავიდეს სიტყვაზე 30-ში 29-ში გადის იმიტომ რომ
და მე ამ უამრავი ადამიანის შობა რომლითაც წარმოიდგინეთ ადამიანებმა ვიღაცაებმა მითხრეს წარმოიდგინე რომ აი როგორ რაღაცნაირად არც უნდა იმაშვებოდე ესე წინარ უნდა წევდე ახლა არ არის ეს შეიძლება გამართლებული იმათ მაგრამ იმდენად უნდოდა რომ პატრიარქი მისი შვილის ნათლია ყოფილიყო სუროგაციით და ზოგმა 50 წელს ზემოთ გააჩინა ბავში რომ ამხელა რისკი დადო ცხოვრებისეული მთელი ის გადადო 50 წლის ადამიანი რო აჩეს მაინც რისკის ქვეშ არის ხო ეს და წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი გააკეთეს იმისაც რომ პატრიარქი ყოფილიყო მათი ოჯახის ნათლი როგორია წარმოიდგინეთ რა პიროვნება იყო და რასთან ქონდა შეხება რა წარმოიდგინეთ როგორი ადამიანი სუფევდა ამ ქვეყნად რა ჩვენთან თან როგორი ახლა 8 მილიარდ ადამიანში გაჩნდეს ესეთები ხო აი ძალიან იშვიათად იბადებიან და ისიც აი ამ პატარა ერში რა და დიდი მადლობა უფალს რომ ალბათ უფალმა იცოდა რომ აი რა გადაგვაჩენდა და ყველაზე მთავარი რაც არის რომ ეხლა ვერსია არის რომ უფალსაც ხო თავის გეგმები აქვს და თავის გამოსავალს ხედავს ვითარებიდან აი რა ვითარებაც არ უნდა იყოს იქიდან აკეთებს ყველაზე ნაკლებად ზარალიან გამოსავალს რა და აი წარმოიდგინეთ ხა რას არის და პატრიარქი და რა სასჯელი რო არის საქართველოზე ხა ორი აზრი არ არის პატრიარქის არ ყოფნა ხა მაგაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი იმიტომ რომ სულიერად ჩვენ ისე მაღლა ვერ ვაზროვნებთ რახან ჩვენ სულიერად ვერ ვაზროვნებთ ჩვენ ფიზიკურს უფრო უყურებთ და ფიზიკურისკენ უფრო ვილტვით რა სულიერად რო ვაზროვნებთ და რო ვიცოდეთ ხა იმ სამყაროში რა დიდებულად არის და როგორ მაგრა დაგვეხმარება იქიდან ნუ ამდენი შეიძლება ესე ძალიან არ იმას გვექნა ხო ხდებით რაღაცნაირად გლოვასაც მოუკლებდით რაღაცა მაგრამ ეხა უიმედობა იმიტომ არის რომ ჩვენ რაღაცნაირად აი ეს დიდი ის რომ ავიდა ზეცაში ჩვენ ხო არ გვაქვს გააზრებული ამის შემდგომ რა მოხდება თან და თან რაღაცნაირად საქართველოს გონია რომ დაობლდა და მართლა ეგრე არის დაობლდა კიდევაც და და რა მოვიდა ეს საქართველოს რომ ყველაზე ლამაზი რითიც არსებობდა რაღაცნაირად ის გადაიკეტა რა თითქოს ის აღარ არის ის ვინც გეგულებოდა შენ ის აღარ ყავს და აი ეს არის ყველაზე სამწუხარო რა ჩვენთვის და ზარი არის ეთერში და მე კიდე გავაგზელებ ამ თემაზე საუბარს აუცილებლად გისმენთ მოგესალმებით სამწუხაროდ ზარი არის მის კარგად შეგვიძლია რომ ალო კარგით არის მის ტელევიზორთან ახლოს არიან და გაითიშა მაგიტო ხო და წარმოიდგინეთ ახლა ადამიანი რომელიც თელი ერის მამად თვლიდა თავს და ეგრეც იყო და რამხელა ტვირთულობდა რომ სადაც აი ნებისმიერი მძიმე სიტუაცია იყო და რაღაცა ყველაფერი მის მხრებზე გადაიარა ყველაფერმა და რამდენი პრობლემა შეუქმნეს რამდენი მტერი ყავდა რამდენი ის და როგორ იმასაკნა რომ ეს ყველაფერი გადაიტანა როგორია და ამ ყველაფრის გადამტანი ადამიანი როგორ ღმერთით დადიოდა თორე ფიზიკურად უღმერთოთ ამ ყველაფერს და ამ მტერს ვერ გადაიტან გამორიცხულია იმიტომ რომ ყველა ხელისუფლება ვინც კი მოდის პირველი ებრძვის მის განაკეთებს ეკლესიას ეგრე ხდება საერთოდ სამწუხაროდ ჩვენ და ეგეთი ის არის რა ვითარება ყველგან ეგრე არის რა ხორციელი ამ სულიერს ებრძვის და ამის იმას ცდილობს იმიტომ რომ იმასაც უნდა პატარა ავტორიტეტი აიმაღლოს და ნუ ეგრე ხდება ხოლმე სამწუხაროდ ჩვენ და ზარი არის ეთერში გისმენთ ალო ალო გისმენთ გისმენთ დიახ ლაპარაკები ხარ კაი კაცო ალო აგანა შემოკარგო განა იქნებ საცრემლია ალო დიახ გისმენთ თქვენ არასწორ ადგილას გეხართ ეთყობა და კარგი სამწუხაროდ არის მის არის მის სამწუხაროდ ჩვენ და ზარი არის მის ჩემო ოქროს კაცო იქნებ თავიდან გადმორეკო ბოდიშ გიხდი აი არის მის ან მოცილდი ტელევიზორს დიახ ტელევიზორ შორცავად ტელევიზორ გეხვეწები იქნებ გადაურეკოთ რა მე ამზარს გთხოვთ რა ბოდიში და აი რა ვქნა ჩემი ბრალი არ არის მაპატიეთ რაღაცა ეთყობა ტექნიკური ხარვეზია
ხო და როგორი ის არის, რომ ადამიანებს ახლა წარმოიდგინეთ, როგორი ის ქონდათ, რომ განცდა, რომ როცა იგულებოდათ პატრიარქი მშვიდად იყვნენ. დღეს ეს სიმშვიდე რაღაცა დაკარგეს ადამიანებმა, იმიტომ რომ მართლა იმდენ ადამიანს ქონდა ძალა მისით და თვითონ ერს, რომ ძალიან ბევრი ხა ჩვენ სასულიერო პირები გვიყვარს იქ ყველა უნდა ჩამოვთვალო ვერ დაიტევს უბრალოდ ის ეთერი ხო ის ადამიანები ხო ჩვენმა პატრიარქმა შექმნა ხო და ჩვენი პატრიარქის მაგალითით არიან ხო დღეს ზარი არის ეთერში გისმენთ ალო დიახ გისმენთ კიდია ჩართული ეხა გისმენთ მე გენაცვალეთ გისმენთ ორი ვარ დროულად დიახ კაი მე დაველაპარაკები 1-2 წუთი რა და მე თქვენ და კარგი ბატონო და გეხვეწებით, აი ყველაზე მთავარი რაც არის, რომ გთხოვთ, აი ძალიან ჩემი თხოვნა იქნება იმის, რომ ერთიანობა რაღაცნაირად შევინარჩუნოთ, რომ პატრიარქის იმედი გავამართლოთ რა რაღაცნაირად, იმიტომ რომ ეხა აი მართლა აი ისეთ თემებზე, აი რომელიც ჩვენ არ გვეკადრება ხო, ვინ გახდება პატრიარქი, იმას აი ხა ვინს რას ქვია დანიშნავენ იმას აი რაღაცა ეს ჯერ აბსურდული რაღაცა სამზარეულო ჭორაობა ისინი არ შეიძლება ჯერ საგლოვი გვაქვს და ამხელად ისა რა ქვია გლოვის ზარმა ჩამორეკა ხო რაღა მნიშვნელობა აქვს ეხლა იმ დანარჩენს ეხლა იქ ჩვენ რაღაცებს ჭობთ რომ იქ ვინ გახდება აქ ვინ გამოხდება ხო თავარია რომ უფალი იყოს ჩვენთან და ამხელა ადამიანი არის რომელიც ავიცი ეს უკვე რაღაცნაირად პოლიტიკური სარჩული დაედო ამას და არ მომწონს ეს ყველაფერი და ჯერ ადამიანები ესე არ უნდა აზროვნებდნენ საერთოდ რომ ჯერ ადამიანი გარდაცვლილია და ვინ გახდება შემდეგი პატრიარქი 1-200 კაცი მეკითხება ხოლმე ისე იმ გული მწყდება ხოლმე რაღაცნაირად რომ ანუ ამის იქით ვეღარ უნდა გავიდეთ რაღაცნაირად რა ვიცი და გისმენთ ალო დიახ გისმენთ გამარჯობა ბატონო გიორგი. გაიხარეთ ჩემო. გისმენთ. რა გახდა რამდენი თავენ ერთად ვერ გავიგე ადამიანი. კარგით ისა რა ქვია. თქვით თქვენი სათქმელი არავინ არ ჩართული. თქვით. თქვენ როსახართ ეთერში და ვერ გამოვდივარ ვერ აზროთ. მე ეთერში ზარები არ მაი სამწუხაროდ ეხლა ამ ცუდი სიტუაციასთან დაკავშირები და კიდე როცა სხვა გადაცემები არ არის ხოლმე, მაშინ ვასწრებ ხოლმე რომ გამოვდივარ და თქვენი ნომერი ხა მე ჩავიწერ აუცილებლად და მე თვითონ დაგირეკავთ ხოლმე აწიშეთი. ხო, კარგია, კარგი. ხო, რამე თუ გინდა დაგეხმარებით აუცილებლად ზარი გეხვეწე. ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა. თქვენ გულს ვენაცვალე, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ ყველას. თქვენში ჩემი გადაცემა არის ჩემი გადაცემა არის ჩემი პატრიარქის დამსახურება მე ირმა შემხვდა 2008 წელს ომში დავდიოდი მაშინ საპატრიარქოდან დადიოდა ავტობუსი ესეთ და მან დახმარება დამქონდა ხოლმე რა და ომიდან ჩამოსულზე ირმა შემხვდა და მითხრა რომ მაშინ გააკეთა როგორ მახსოვს რადიოს აკეთებდნენ და რადიო იყო და ინტერნეტ ტელევიზია მაშინ ეხა მოგიყვებით ამ ამბავს არი მივიღოთ მოდი უხერხულია გისმენთ გის ხო და მე არ მქონდა გამოცდილება ამის ისა რა ქვია ეთერის პირდაპირ ეთერების მით უმეტეს რაღაცა და მე მევთხარი მე ირმა შემხვდა მცხეთაში და მითხრა რომ წამოდიო ჩვენთან რაღაცა რადიო იყო მე მგონი 103 და 4-ზე იყო მაშინ თუ 103 და მონტე კარლო რაღაც ესეთი რადიო იყო მაშინ და ინტერნეტ ტელევიზია ნუ რა თქმა უნდა ხა მე აღარც იმას ვქენი ახლა რელიგიური გადაცემების წაყვანისის ხა მე როგორ უნდა წავიყვანო უსარჩულოდ ხო რა თქმა უნდა დავიღო ეკლესიისგან ხო ლოცვა კურთხევა და გისმენთ არ შემოდი ზარები, всё, მაპატიეთ რა, რაღაცნაირად არის მის და ისა რა ქვია. ხო და ამ შემთხვევაში მივედი უწმინდესთან და უწმინდეს თხოვე რომ მევთხარი თქვენ მეთქი ესე შეუნთავაზეს მეთქი რაღაცა თქვენ როგორ ფიქრობთ მეთქი რა და ესე მითხრა რომ აუცილებლად წადიო რა, აუცილებლად წადიო და რო წამოვედი. მე ვიფიქრე პირველი მეორე მესამე ეთერი რო ვნახე. უბრალოდ მეთქი რატო დამთო მეთქი ნება რა და
მე ხა ჩემზე არ იმასაკნათ მაპატიეთ რა, ანუ არ გეგონოთ რომ მე რამეთ მიმაჩნია ჩემი თავი ამ საკითხში, ანუ და არც თამდაბლობ თან რა. ანუ რაღაცა არ შეიძლება შენ თავს ხوارაკებ, მაგრამ მე მივხვდი 18 წელი რომ გავიდა, უბრალოდ აი მამა თეიმურას ქორიძე, მამა აკაკი, მამა ანტონი, ის გარდაცვლილები მამა ვახტანგ გასათიანი და ისეთი სასულიერო პირები ძალიან ბევრი ადამიანი რომ ჩავწერე და ეს ისტორია შევქმენი, მე მივხვდი რატომ გაკეთდა აქცენტი და რატო გამომიშვა მე პატრიარქმა ამ საათ ეს არის ეკლესიის საათი, რომელიც პატრიარქმა აკურთხა და ამ ტელევიზიამ მიგვიღო ჩვენ წარმოიდგინე და პატრიარქის საათი გადის, ეს არის აი პატრიარქის საათი. ეხლა შემდეგში რელიგიურ საკითხებს აღარ დავაწერო უწმინდესის საათი და მისი ლოცვა კურთხევით იქნება ეს საათები სულ და ეს ტელევიზია ხელს მიწყობს. როცა სასულიერო პირი სჭირდება თან და როცა ჩვენ ეკლესიას სჭირდება, აუცილებლად და როცა დასაცავი იყო ეკლესია ყოველთვის სადარაჯოზე იდგა რა. იმიტომ სადღაც რაღაცები იზომება, მაგრამ ჩვენ არ ვზომოთ, როცა ეკლესიას რაღაცა ეხება, აუცილებლად უნდა დავიცვათ ხოლმე ზარი არის ეთერში და რა იმასკენ საქვია გისმენთ. ალო. დიახ. გიორგი ბატონოვის სანკიდობა. დიახ, მე ვარ, გისმენთ. დიახ. როგორ ვიზია რომ გაიხარეთ. მამაო გიგილოდა. მამაო გენაცვალე თქვენ დაგინახ, მადლობა ძალიან დიდი, შემოგევლეთ. და დიდი სიყვარული შემოგევლეთ თქვენ ძალიან დიდი მადლობა მამაო. უღრმესი მადლობა მამაო. მე თვითონ შემოგევლით. თქვენ ძალიან დიდი ისტორია გაქვთ, მამა თქვენიც მოძღვარი იყო და ძალიან დიდი ისტორიის მქონე არის მამა მიქაელი, საოცარი ადამიანი. დიდი მადლობა მამაო, რომ ხართ ჩვენ ცხოვრებაში უდიდესი ადამიანი და დიდი ხნის სასულიერო პირი, რაც თავარია და მადლობა ღმერთო, თქვენაირი ხალხი არსებობს, მამაო მსახურობს ლილოში, რომელიც ავიცი ძალიან მაგარი ტაძრები არის, შენებარე ტაძარი აქვს ერთ წმინდა ნიკოლეს, რომელიც ეხა მორჩა იქ ზემოთ წმინდა გიორგი ღვთისმშობლის და მადლობა იმისათვის, რომ ხართ მამაო, ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითი და დიდი მეგობარი ხართ, რა თქმა უნდა და უღრმესი მადლობა, რომ ხართ ძალიან მიყვარხართ, ოჯახის წევრი ხართ ჩემ ფაქტიურად და მადლობას გიხდით იმ ყველაფრისათვის და ხართ, იმიტომ რომ ჯერ კიდე მამა თქვენის დროიდან მაშინ თიძე ჩამოსათვლელი იყვნენ სასულიერო პირები, რომ მამა თქვენი მღვდელი იყო და მამა 40 წელზე მეტია მღვდელი არის, წარმოიდგინეთ, საოცარი ადამიანი ზარი მარტო რა დღირს, ხო? ესე და აი ეს არის რა, აი პატრიარქმა ესეთი ხალხი შექმნა, ეს ადამიანები არიან პატრიარქის შვილები, წარმოიდგინეთ, რომლებიც აი სხვა ადამიანებს უხანგრძლივებენ სიცოცხლეს რა. თე ლილოში და იმაში საერთოდ ვინ იცოდა იქ ტაძრები დახურული იყო, ზოგან ისინი იყო გახსნილი, წარმოიდგინეთ, საწყობები და ისინი და დღეს იქ სადაც აი მამა ვახტანგი მაგალითად ასათიანი მსახურობდა ივერის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც აბანო იყო, წარმოიდგინეთ. აბანო იყო გახსნილი და დღეს გადასასვლელი ხითთა რო ადიხართ. დღეს არის ტაძარი, წარმოიდგინეთ და უამრავი ადამიანი დადეს იქ, წარმოიდგინეთ. იყო კიდე ეგერ თეატრები იყო ფოთში, იმაში აი რა კატასტროფა ხდებოდა პატრიარქი რომ მოვიდა. წარმოიდგინე ბოსლები იყო ტაძრებში გახსნილი ხან ყველაფერს ხო არ ვიტყვი, ხო წარმოიდგინეთ. და დღეს რა ხდება, წარმოიდგინეთ თქვენ ამ ყველაფრი ჩვენ რა რითაც სხვა ექსკურსიები რო ეწყობა და თავს რო ვიწონებთ სხვების წინაშე, აი რამე არის ისეთი, რაც პატრიარქმა არ გააკეთა და შენ ვიღაცა სტუმარი ყავს სტუმრად და იმასთან ამით თავს არ იწონებ, აი ერთი რამე დამისახელეთ. პირველი სამი შენობა, სადაც მიყავთ, სამივე პატრიარქი შენარჩუნებული, აღორძინებული არის და იქ რო ლოცვა, წირვა და მსახურება მიმდინარეობს და რომ მიყავს ტურისტები სიტყვაზე, სადაც არ უნდა იყოს ცხეთა და ბეთანია და ის ყველაფერი პატრიარქი შენარჩუნებულია. თორე ეხა რომ მიეშვა, წარმოიდგინეთ, ეხა რეები იქნებოდა პატრიარქი რომ მოვიდა, სულ 3 ტაძარი იყო, რომელიც მოქმედებდა, წარმოიდგინეთ. გისმენთ. იქაც რიგრიგობით შეიძლებოდა წირვა, წარმოიდგინეთ, ერთად კი არ გთავდნენ სამივე. გისმენთ? არა. კარგით, სამწუხაროდ არის მისა, იმიტომ რომ ბევრი ხალხი რეკავს, ძალიან ბევრი ხალხი რეკავს და თვითონ ქსელი გადაიტვირთა და შეგიძლიათ რომ გათიშოთ გაიყვანოთ, არის. ეს გადატვირთვის ბრალი არის და სამწუხაროდ ჩვენ და ეხლა აუცილებლად დღეს მეყოლება მამა ამირანი აუცილებლად ეხლა ზემოთ არის გველოდება და აუცილებლად შემდგომ ზარების შემდგომ შემოვიყვან კიდე აი 5 წუთი დარჩა და
5 წუთში მე სარეკლამო ჭრას გავუშვებთ აუცილებლად და შემოვა შემდგომ ძალიან კარგი ისტორიებს გაიხსენებ შემდგომ კიდე მამა დავითი მეყოლება 10:30-ისათვის და ესე რაღაცნაირად შევეცდებით რომ ერთად გადავიტანოთ ეს ყველაფერი გადავაგოროთ ის ტკივილი რაც ახლავს ამ ძიმე ვითარებას ესეთი მძიმე ფონი მე საქართველოში რა ვიცი აი შეშინებული ადამიანები იყვნენ ომის დროს მახსოვს რომ აი ძალიან აი რაღაცა იცი როგორ იყვნენ რაღაცნაირად ისა მაგრამ მაინც რო ეგულებოდათ ეს ადამიანი რაღაცნაირად იმედი იყო რაღაცა ხო გახსოვთ რომ ჩავიდა რაღაცა და აი ეხლა რო არის ერის შეშინებული რომ ყველა მეკითხება ადამიანებმა წარმოიდგინე არ იციან რა ქნა ზოგ აი რაღაცა ბავშვი რომ მშობლის გარეშე დარჩება ეგრე არის დიდი ხალხი მეკითხებიან ეხლა რა გვეშველება ეხლა რა ვქნათ აი წარმოიდგინეთ ხა აი ესეთი დიდი მასშტაბის რო ხარ და აი ამხელა იმედი რო ხარ ხალხისთვის და ღმერთმა კიდე აი ეს რას არის და რამხელა ამის უკან საიდუმლოდებს და რა დაინახა რომ ესეთი გამოსავალი დაგვიდო ხო ფიქრობ რომ რაღაცა სასწაული გველის წინ და ღმერთს ვთხოვოთ კიდე და ალბათ ერი თუ ისე ურწმენას შემოbrunდებით თორე სხვანაირად ამ ყველაფერს ვერ გადავიდეთ ფიზიკურად ვერ გადაიტანს ერი იმ ყველაფერს პატრიარქის გარეშე რასაც ღმერთი პატრიარქს არიდებს წარმოიდგინეთ აი პატრიარქი ეხა დაიცვა და არიდა რაღაც სიტუაციას ღმერთმა წარმოიდგინეთ თან კიდე ზემოდან რა ესე ითვლება საერთოდ აი ადამიანი რომ გადის ამ ქვეყნიდან ამბობენ რომ აი ღმერთმა წაიყვანა იმ დროს რომ რაღაცას შემდეგ შეიძლება რაღაც სასწაული ელოდა ხო არის ხოლმე ხო ეს ვერსიები და ეხლა ჩვენ ყველა ვერსია უნდა დავუშვათ აბსოლუტურად იმიტომ რომ ესეთი იდუმალი რამე არის რომ ზეცას ესე ვერ გაიგებს ზეცას რა უნდა ზეცის ხმა ადამიანს რო ესმოდეს კიდე კარგად იქნებოდა დღეს ჩვენი საქმე მაგრამ ზეცის ხმა რო არ გვესმის იმიტომ არის რომ ამდენი ზიზღი და ამდენი უსიყვარულობა და ესეთი ადამიანები რომ მიდიან ამ ქვეყნად ხო სიკვდილიც მაგინო შეიქმნა ხო რომ ზეცის ხმა ვერ გაიგეს ხო ესეთი რაღაცაა და ასე რომ აი გეხვეწებით აი გაუფრთხილეთ ერთმანეთს იმიტომ რომ ხვალის ყველაფერი შეიძლება მოგვენატროს რა გთხოვთ ძალიან გთხოვთ იმიტომ რომ ბევრი ხმა მამა გეორგი იყო გუშინ და რამდენჯერ რომ გაზდილი იყო პატრიარქის და ბოლოსო ვირუსის მერეო არ ვაწუხებდიო იმიტომ რომ რამე არ ამეტანაო რამე არ ჩამომეტანა რაღაცა და მეშინო და ხოლმეო რომ არ შემეწუხებინაო პატრიარქიო და არავდიოდიო და ეხა ისევ დარდობ ხოლმეო ისევ დარდობ ხო წარმოიდგინეთ და როგორი გვიანია ხო მართლა სხვათა შორის უნდა გამოვაცხადო აუცილებლად უწმინდესი დაიგზალება სიონში აი ღვთისმშობლის ხატი ივერის ღვთისმშობლის ხატი ყველა მიცით წმინდა ნინოს ჯვარიც ხო ყველა მიცით და აი აქეთ ამ ხარის კედელზე ზუსტად აი ღვთისმშობლის ხატის გვერდით ზუსტად ესე მან დაიგზალება უწმინდესი ეგრე გადაწყდა მას მე მახსოვს ადრე ღვთისმშობლის ხატი რო არის აი ეგეთ ხარის აი გალობლები რო დგანა ხოლმე მარცხენა მხარეს თუ იცით და მან უნდა ადგილი იყო ესე გამოყოფილი მაგრამ ეხა იფიქრეს ესე ალბათ პატარა იმას მიადგა მე რა ქვია ლუსკუმასავით იქნება იქ მიდგმული და რაღაცნაირად ისე იქნება ნუ ლამაზად რა თქმა უნდა როგორც უწმინდეს ეკადრება და მოკლედ ეს ადგილი გადაწყდა რა და სიონში იქნება და სუსიონში იქნება ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მე-20 საუკუნის შემდგომ პატრიარქები ყველანი ისე არის გადაწყვეტილი რომ სიონში საფლავდებიან და თუ არ ვწდები 9-მდე პატრიარქი არის იქ დასაფლავებული და ნუ ეგრე იყო გადაწყვეტილი და მანდაც იქნება დასვენებული ჩვენი პატრიარქი და სხვათა შორის ღვთისმშობლის სიონი არის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და მართლაც რომ მიიძინა ამ წმინდა კაცმა რა აი ესე გამოვიდა რაღაცნაირად რომ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში იქნება ჩვენი პატრიარქი მიძინებული რა და დიდება უფალსრო და მადლობა ღმერთს რომ ეს ადამიანი საერთოდ გაგვაჩნდა და უბრალოდ რომ მისით სუნთქავდი და ვარსებობ ყოველ შემთხვევაში მე პატარა ვარ იმაზე უფრო რაც ეგ პატრიარქი იყო პატრიარქი რაც პატრიარქობდა იმიტომ ის 50 წელი პატრიარქობდა მაგრამ რაც ვიცხოვრე მე ის იყო იმ პერიოდში პატრიარქი და მადლობა ღმერთს რომ ესეთი რაღაცა ის გვერგო რა ჩვენი ადამიანებს ვისაც გვერგო აი ჩვენი ნახევარი საუკუნე ცხოვრების ეს ადამიანი პატრიარქობდა და მადლობა ღმერთს ამისაც ამ დიდი სიკეთისათვის თან ჩემთვის პიროვნულად ძალიან ბევრი სიკეთი აქვს გაკეთებული აი ძალიან ვერ აგიხსნით უბრალოდ იმ მასშტაბის სიკეთეები აქვს გაკეთებული ამის დრო მოვა მე აუცილებლად ვილაპარაკებ ამაზე სადღაც უბრალოდ არ მინდა ხოლმე რომ ესე რაღაცნაირად თან ცოცხალი რო იყო არ მინდოდა რომ ესე მელაპარაკა და მოვა დრო და აუცილებლად ვილაპარაკე ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული თუნდა დღეს აქ რო ვზივარ და ეს გადაცემები 18 წელი რომ მიდის მაგან აკურთხა და
მისი დამსახურებით არის რომ აქ ვარ და რაღაცნაირად ეს ტელევიზიაც რაღაცნაირად უძლებს იმ ყველაფერს დარტყმებს ხო მადლობა კიდევ ერთხელ და ბედნიერებას გისურვებ და ყველაფერი კარგს რა თქმა უნდა ხელმძღვანელობასთან ერთად მაგრამ პატრიარქს რო არ ვეკურთხებინე მე ვერ გავძლებდი ფიზიკურად ვერ ავიტანდი და ძნელი იყო ეს ყველაფერი და დროებით აუცილებლად დაგიბრუნდებით მამა ამირანიშვილთან ერთად არ გადართოთ 5 წუთში ზუსტად